Დღევანდელი გადაცემის თემაა ალერგია და მისი უხილავი კავშირები ფსიქიკასთან. Ყველა ამ დაავადების დროს ადამიანებს ძალიან მომატებული აქვს მენტალური ჯანმრთელობისადმი, ასე ვთქვათ, პრობლემებისადმი მიდრეკილება. ყველაზე მეტად ხშირად უკავშირდება ხოლმე ალერგიის აკვიატებულ შიშს. ამ სტრესის თუნდაც სხვა ფაქტორით აღმოცენების გამო ჩვენი დაავადებები მოbrunდეს, რომელი ხანდახან საიდან წყალი კვერცხი, ქათმის ისტორია თამაშდება ხშირად. ანუ ჭარბად კორტიზოლი გადმოსროლა, ის გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს იმუნურ სისტემას. რა თქმა უნდა. ზოგს მედიკამენტური ფობიაც აქვს, ისინი ბევრ წამლებს დამინიშნავენ და მე იმ წამლებზე რო ალერგია მომწეს, 3-დან 1 ადამიანი დაავადებები, რომლებიც მე ჩავავთვალე, მიდრეკილია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემისკენ. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოდკასტში, როცა კლინიკა იკეტება სივრცეში, სადაც მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და ხშირად უჩინარი საკითხები ხმამაღლა განიხილება. დღევანდელი გადაცემის თემაა ალერგია და მისი უხილავი კავშირები ფსიქიკასთან. სად იკვეთება ალერგია და მენტალური ჯანმრთელობა? როგორ მიუდგეთ მენტალურ პრობლემებს, როცა სიმპტომები სხეულში იმალება? ჩვენ დიალოგი იწყება იქ, სადაც სტანდარტული მიდგომები მთავრდება. დღეს ჩვენი სტუმარია ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი ექიმი, პროფესორი ბიძინა კულუნბეგოვი. ბიძინა, მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისთვის. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენ სივრცეში. ჩვენთვის როგორც პრაქტიკოსი ექიმებისთვის კარგად არის ნაცნობი თუ რამდენად პირველ რიგში მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროფილის ექიმების ჩართულობა ბევრი ჯანმრთელობის პრობლემის მოსაგვარებლად და ზუსტადაც რომ ალერგოლოგია და მენტალური ჯანმრთელობა ალბათ არის ის ორი დარგი, ძალიან მნიშვნელოვანი დარგი მედიცინის, სადაც ეს ჩართულობა, კოლაბორაცია ამ ორ სპეციალობას შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რამით თუ ძალიან ბევრი პრობლემა ხშირ შემთხვევაში საჭიროებს ზუსტად კომპლექსურ მიდგომას და მკურნალობას. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მედიცინა ზოგადად არასწორი დიაგნოზებისგან დაზღვეული არ არის და ხშირად ხდება ხოლმე ეს, რომ ვერ ხდება სწორი დიაგნოსტირება და ალერგიული პრობლემების დროს გამოვლენილი სიმპტომები და მენტალური სიმპტომები ძალიან ხშირად ერთმანეთს ძალიან გავს. და ზოგჯერ ძალიან ძნელია მათ შორის დიფერენცირება და არა მარტო დიფერენცირება, არამედ ზოგჯერ ორივე პრობლემა თან არსებობს, ანუ ერთად შეიძლება იყოს როგორც მენტალური, ასევე იმუნოლოგიური ალერგიული პრობლემები, რაც შეიძლება სიმპტომების გადაფარვას და ერთმანეთის გაძლიერებას ახდენდეს. მე მინდა გაგვიზიარო გამოცდილება და მოგვიყვე ამის შესახებ. დიდი მადლობა გოგა მოწვევისთვის, სასიამოვნოა ჩემთვის თქვენს პოდკასტში სტუმრობა და ძალიან დიდი პატივია. თქვენ ძალიან სწორად, ასე ვთქვათ, ხაზგასმა გააკეთეთ, რომ ეს ის პრობლემები ალერგოლოგი, იმუნოლოგიური და ასე ვთქვათ, მენტალური ჯანმრთელობა შეიძლება ესე ვთქვათ, ზოგადი და გლობალური ტერმინი ერთმანეთში არის ურთიერთგადაკვეთადი და ხშირად თან არსებობენ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი წახნაგი მინდა გამოვყო, რომ ჩვენი დარგის დაავადებები ალერგოლოგი, იმუნოლოგიური ჩვენ დავიწყებთ ბრონქული ასთმიდან, გავაგრძელებთ თქვათ ალერგიული რინიტით, კვებითი ალერგიით, გადატანილი ანაფილაქსიით, როცა ადამიანი ამით დაავადებულია და ამით ცხოვრობს, ამის მოლოდინით, ამის შიშით, ასევე ჭინჭრისიება, იგივე ურტიკარია სამედიცინო ტერმინოლოგიით. ყველა ამ დაავადების დროს ადამიანებს ძალიან მომატებული აქვს მენტალური ჯანმრთელობისადმი, ასე ვთქვათ, პრობლემებისადმი მიდრეკილება. ყველა მსოფლიოში ჩატარებული კვლევები, ეს მეტაანალიზი იქნება თუ სისტემური მიმოხილვა, ამბობს, რომ 3-დან 1 ადამიანი დაავადებები, რომლებიც მე ჩავავთვალე, მიდრეკილია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემისკენ. ეს მას აქვს ბუნებრივია თავისი ახსნა, იმიტომ რომ ადამიანები ცხოვრობენ ამ სერიოზული ალერგოლოგიური პრობლემებით და აი ამ პრობლემებთან ერთად უჩნდებათ ის ძირითადი დაავადებები, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობასთან არის ასოცირებული. შფოთვა პირველ რიგში, მეორე ადგილზე რასაკვირველი არის დეპრესია, ეს შეიძლება იყოს ასევე ობსესიურ-კომპულსიური სინდრომები, განსაკუთრებით მედიკამენტური ალერგიის მქონე პაციენტებში და აი მთელი კასკადი ჩართულია. ხშირად ერთსა და იმავე ადამიანში ალერგიის გარდა ეს რაც ჩამოვთვალე სამივე შეიძლება ერთად თან არსებობდეს. იმდენად რთული შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, და რთული გამოწვევის წინაშე იდგეს პაციენტი. ამიტომ ამ დაავადებების შეფასება
და მართვა ბუნებრივია კომპლექსურია და მარტო ალერგოლოგის თვალსაზრისით ხშირად შეუძლებელი ხდება ხოლმე და ჩვენ გვჭირდება თქვენი და თქვენი დარგის ექიმების დახმარება, რათა ჩვენი მკურნალობა კიდევ უფრო მეტად წარმატებული იყოს. მეორე ასპექტში თუ შევხედავ, არსებობს მდგომარეობები, როდესაც აი ჩვენ მაგალითად იგივე ქრონიკული ურტიკარია ვახსენე და ანუ ჭინჭისციება და კვინკეს შეშუპება, როდესაც ადამიანებს შეიძლება ხანგრძლივი რემისია ჰქონდეთ და დაავადება მივიწყებული იყოს და სულ სხვა მიზეზით აღმოცენებული ძლიერი სტრესული ფაქტორის გამო დაავადება უკან მობრუნდეს. ანუ ეს იმდენად გადაჯაჭვული პროცესია, რომ ხშირად აი სტრესმა და ემოციურმა პრობლემამ შეიძლება ჩვენი დაავადებები გაამწვავოს და პირუკუ ამ სტრესის თუნდაც სხვა ფაქტორით აღმოცენების გამო ჩვენი დაავადებები მოbrunდეს, რომ რომელი ხანდახან საიდან წყალი კვერცხი ქათმის ისტორია თამაშდება ხშირად, რომ ადამიანი გეკითხება და პაციენტი მოგმართავს, რომ აი ბოლომდე ვერ გავიგე, ამან გამოიწვია, ამან თუ მჭირდა და ამიტომ დამემართა ეს ემოციური სფეროს აშლილობა და ნუ ფაქტია, რომ ჩვენ და ამ სიტუაციის მართვის შეფასებისა და დალაგების გარეშე პაციენტთან ხშირად წარმატებას ვერ ვაღწევთ. ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი კიდე რაც მინდოდა მეთქვა ამასთან მიმართებაში, რომ აი ხშირად პაციენტებსაც უყვებით ხოლმე ამის შესახებ, რომ იგივე ქრონიკული ურტიკარიის მქონე ადამიანებს სოფლიოში ჩატარებული კვლევებით დეპრესია, შფოთვა და ძილის დარღვევას თუ შეადარებ იმ პაციენტებთან, რომელსაც თავისი შინაარსით, პროგნოზით, გართულებების რისკით, მაგალითად კანის დაავადება, ფსორიაზი, უფრო ყველაფერი აღმატებულ ხარისხში აქვს. ამ დროს მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები ურტიკარიის მქონე პაციენტებს უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ფსორიაზის მქონე პაციენტს. იმიტომ იქ მოულოდნელობების ეფექტი არის ნაკლები. ფსორიაზის მქონე ადამიანს შეუძლია რომ ჩაიცვას გზელმკლავიანი ტანისამოსი და დამალოს მისი გამონაყარი. ისე შეუძლია რომ კონტინენტს და კონტინენტზე გადაფრინდეს, შიში არ აქვს რომ რაიმე სწრაფი და მოულოდნელი და მყისიერი დაემართება. ამიტომ ყველა მენტალური ჯანმრთელობის ეს პრობლემა, დეპრესია იქნება თუ შფოთვა იქნება თუ ეს მსგავსი ტიპის პრობლემები, ჩვენს პაციენტებში აი ამ ნაწილში არის აღმატებულად უფრო მეტ პროცენტში, აი როგორც კი 3-დან 1 ადამიანს ეს აქვს. აღარ გვამბობ კიდევ ერთხელ, თუ ადამიანს აქვს ანაფილაქსია რამოდენიმეჯერ გადატანილი, ეს განსაკუთრებით კვებიც და მედიკამენტურ ალერგიას ეხება. აი ადამიანები მაშინ აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, მათი ცხოვრების ხარისხი ჩვენ გვაქვს დერმატოლოგიური ცხოვრების შეფასების კითხვარი, რომელსაც აუცილებლად ვავსებთ ყველა პაციენტში და აი და დაავადების აქტივობის შეფასების, დაავადების სიმძიმის შეფასების, ეს არის ეგრეთ წოდებული პაციენტზე ორიენტირებული შეფასებითი სისტემები, როცა მკურნალობის შედეგიც მერე განსაზღვრო და შენ თვითონაც შეხედო ექიმმა, რომ რამდენად წარმატებულია. აი ამ პაციენტებში ეს ძალიან დარღვეულია ცხოვრების ხარისხის მაქსიმალური დარღვევას იწვევს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მენტალურ ჯანმრთელობაზე მე ხშირად ვიწევს პაციენტებთან საუბარი, ასე ვთქვათ, დაკვალიანება მათი. ხშირად პაციენტს აქვს მიუღებლობა. მეორე პრობლემას ვაწყდებით კიდე ჩვენ. ხო, ეს მოგვიანებით ალბათ ჯობია. ო, ალბათ ეხლა ყველაფერი ვარ მომიცოდა. სტიგმა. საკითხი რომ არ უნდა რომ დაიჯეროს, რომ ეს ჭირდება. მოკლედ ერთი სიტყვით, ალერგოლოგიურ ნაწილში და იმუნოლოგიურ ნაწილში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მე ხა წმინდა ალერგოლოგიურ თემას შევეხე, თუმცა თუ შევეხებით ჩვენი დარგის იმუნოლოგიურ ასპექტებს და იმუნური სისტემის სისუსტისთან და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებს. რასაკვირველია, უკვე მიდან ჰიპოფიზიდან დაწყებული თირკმაზე და ჯირკვალი და კორტიზოლის დონის მუდმივი, ეხლა აღარ ვამბობ, მარტივი სტრესის ქვეშ ყველას აქვს ეს და უნდა იყოს ეს ბუნებრივი რეაქცია, ხო, აი მუდმივი მომატებული დონე, რა თქმა უნდა, დასაწყისში შეიძლება იგივე ცხოვრებზე ჩატარებული კვლევები და ყველა მეცნიერული დასკვნაჩვენებს, რომ ანტიანთებათი ეფექტია კორტიზოლი მნიშვნელოვანი ამ მხრივ, მაგრამ მუდმივი მესი ზემოქმედება ორგანიზმზე, რასაკვირველია გზელვადიერად ის იმუნოსუპრესანტია. რა თქმა უნდა, ჩვენს იმუნობიოლოგიურ ძალებს ასუსტებს, ამიტომ კორტიზოლი რო განმარტოთ, ანუ სტრეს ჰორმონია. სტრესის დროს ადამიანს აქვს ბევრი კორტიზოლი. და თუ ეს სტრესი გრძელდება ხანგრძლივად და მუდმივად და შფოთვის დონის მატების გამო არის, ანუ ჭარბად კორტიზოლი გადმოსროლა, ის გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს იმუნურ სისტემას. რა თქმა უნდა, აზიანებს იმუნურ სისტემას, იმიტომ რომ ერთის მხრივ ამას მოყვება იმ მთავარი იმუნური უჯრედების, ეს იქნება ნატურალური კილერები, ტელიმფოციტების ყველა სუბპოპულაცია, რომლებიც აი მთავარი მებრძოლი ჯარისკაცები არიან, არა მარტო პირველადად შემოჭრილ მტერთან, მე შემდგომ უკვე რამოდენიმე დღეში სპეციფიკური იმუნური პასუხი რო უნდა განავითარონ, აი მთავარი ამ უჯრედების ინჰიბიციას ახდენს კორტიზოლის
ასე ვთქვათ, ჭარბი რაოდენობა ჩვენს ორგანიზმში, ამიტომ მუდმივი სტრესია ხშირად ჩვენ მოგმართავენ ხო ადამიანები ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის და გეტყვის, რომ აი რაღაცა სუსტი მაქვს იმუნური სისტემა და დამეხმარა მის აღდგენაში და პირველ რიგში ჩვენ როგორც იმუნოლოგები და კლინიკურ ნაწილში ვდგებით, რომ ნამდვილი იმუნოდებიციტთან არ გქონდეს საქმე, რომელიც ორი ძირითადი ფორმაა უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ამ შემთხვევაში, ეს არის პირველად იმუნოდებიციტი, რომელიც თანდაყოლილია და მათი 99.9% ეს თანდაყოლილი გენეტიკური მუტაციური დეფექტია, როცა იმუნური სისტემის ესა თუ ის რგოლი არასრულფასოვნად მუშაობს და დანარჩენი იმუნური სისტემის დაქვეითების ეს არის ეგრეთ წოდებული შეძენილი, ანუ მეორეული იმუნური სისტემის პრობლემები. ეხლა პირველად იმუნოდებიციტი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ გამომეპაროს. როგორც იმუნოლოგს, ბავშვი თუ არა საკურველი აქვს თავისი კრიტერიუმებია, ჯეფრი მოდელის ფონდის მიერ შემოთავაზებული მსოფლიოსთვის ეს ძალიან დიდი ხნის, ასე ვთქვათ, კრიტერიუმებია, ავადობის სიხშირე, რომელი ორგანოებია დაინტერესებული, მოზრდილებში ცოტა განსხვავებული მიდგომა, იქ განსხვავდება იგივე ყურის ინფექცია, ფილტვის ანთება. მოგეთ იმის თქმა მინდა, რომ პირველ რიგში ჩვენ აი პირველადი იმუნოდებიციტის მნიშვნელოვან ასპექტებს ვუყურებთ, იმიტომ რომ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია იმუნოდებიციტზე მინდა ვთქვა, რომ შეიძლება თანდაყოლილი იმუნოდებიციტის პრობლემა ჰქონდეს ადამიანს, აი მაგათად ყველაზე გავრცელებული, ყველაზე ხშირი იმუნოდებიციტი ესე ეწოდება CVID, ანუ Common Variable Immunodeficiency, ანუ ყველაზე ხშირი იმუნოდებიციტი, ესეა ქართულ ICD-ში ნათარგმნი და ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გამოვინებები ადამიანებს დაახლოებით უხშირესად მეორე დეკადის მერე ეწყებათ. ანუ პირველად იმუნოდებიციტია, მაგრამ 20 წლამდე შეიძლება არაფერი არ ჩანდეს. ხო, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაწილში, რომ ჩვენ არ გამომეპაროს, მაგრამ როდესაც ამ ძირითად workup-ს, ანუ შეფასებით სისტემას მე გავაკეთებ ამ პაციენტში, რომელსაც წელიწადში 2 ფილტვის ანთება აქვს, სინუსიტის და წიაღების ინფექციები ემართება, ვიღაცას გახანგრძლივებული დიარეა აქვს და სხვა მიზეზს ვერ პოულობენ და ასე და ასე შემდგომ. უხშირესად უდიდეს ნაწილში არავით არ იცვლილება, ლაბორატორიულ მარკერებში არ არის. ანუ ძირითადი დიაგნოზი არ არის პირველად იმუნოდებიციტი, არც ის გვიან დაწყებული და არც ადრეული ასაკიდან მომდინარე. ბუნებრივია. ანუ ადამიანი გეტყვის და მოგმართავენ, რომ როგორ დავეხმარო, რომ აი ჩემი იმუნური სისტემა რაღაცნაირად გავიკარჟო და ამაში თუ არსებობს. პირველი განმარტებას ვაკეთებ, რომ თუ არ არსებობს თანდაყოლილი იმუნური ნაკლოვანება და რაღაცა რგოლის, ასე ვთქვათ, დეფექტი, მედიკამენტით ამის, ასე ვთქვათ, ჩანაცვლება ზოგჯერ შესაძლებელია, ზოგჯერ არ არის შესაძლებელი. ხა თუ აი მე რაც ვთქვი, ყველაზე გავრცელებული ცოტა გვიან ასაკში რო იწყება, იქ დეფიციტია იმუნოგლობულინი G-ს და ეგრეთ წოდებული რეფლეისმენტი, ანუ ჩანაცვლებითი თერაპია 4-3 კვირაში ერთხელ იმუნოგლობულინი უნდა გადაისხას ადამიანმა, თუნდა რომ მას მყარი იმუნური პასუხი ჰქონდეს. მაგრამ როცა ეს ყველაფერი ჯანმრთელია და არაფერი არ არის ამ ნაწილში, აი უკვე შემოდის ის იმუნური სისტემის გაკაჟების გზები, რომელიც პირველი ვერბალიზაციას ვახდენთ, რომ სტრესის დონეში ამცირე. თუ ამას ვერ ახერხებ ბუნებრივი გზით, გასაკვირველია სპეციალისტის ჩართულობა გვინდა. ეს ყოველთვის მე ვეუბნები, ეს არ ნიშნავს ზოგს მედიკამენტური ფობიაცაა. ისინი ბევრ წამლებს დამინიშნავენ და მე იმ წამლებზე რო ალერგია მომწეს, ჩვენ კიდე ეს პრობლემა გვაქვს. სიკიდეს ალკი აგიატებული შიშია, ათ მედიკამენტების ხშირად მიმართ ხშირად ვლინდება და სხვა შორის აი ჩვენი მიმართულებით არის ესეთი აკვიატებული შიშები, ასე ვთქვათ, ობსესიები, ტერმინოლოგიურად რო თარგმნოთ, რომელიც ყველაზე მეტად ხშირად უკავშირდება ხოლმე ალერგიის აკვიატებულ შიშს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული ფორმა არის, რომ ალერგიული შეტევა არ დამემართოს და კიდევ როდესაც არის წამლების შიში, ანუ მედიკამენტების შიშებს შორის ყველაზე ხშირი არის ის, რომ წამლმა რა რეაქცია არ მომწეს ალერგიული. და არა თქვათ ის რომ მაგალითად წნევა დამეგდოს ან მაგალითად თავბრუსკო ანუ ალერგიული რეაქცია არ მომწონს. ანუ ესეც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ანუ ამ ორ სპეციალობას შორის კავშირს და ზოგადად რაც უფრო ღრმად შედიხარ და ეცნობი და ჩვენი ცხოვრება პრაქტიკული საქმიანობა ამის ბედნიერებას და საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეც ამოიცნობ და ნახავ რამდენი ტიპის კავშირი შეიძლება არსებობდეს. პირველი არის პირდაპირ ფიზიოლოგიური, ანუ ქიმიური კავშირი, ხო? ჰისტამინი ყველა მიცის, ნუ ანტიჰისტამინური პრეპარატი ყველასთვის კარგად ნაცნობია. ჰისტამინის მომატება, რომელიც ახასიათებს ალერგიულ პროცესს, პირდაპირ იწვევს ფსიქიკურ სიმპტომებს, როგორც არის ფოთვა, გაღიზიანება, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხოვის შეგრძნება, რომლებიც ხშირად
ზოგჯერ მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტების მიერ შეცდომით შეიძლება იყოს აღქმული და რაღაცა ძალიან გაუდეს ასე თქვა შფოთის სიმპტომებს, მაგრამ შეიძლება პირველად იყოს პირიქით. ზუსტად ასე რომ ალერგიული კომპონენტი და ალერგიული დაავადებებით გამოწვეული და აი ზუსტად აქ არის ექიმის გამოცდილება და ჩართულობა სხვა სპეციალისტის საჭირო, რომ აი წეგან შენახსენე პირველად იმუნურ დეფიციტს პირველ რიგში გამორიცხავთო. ჩვენთანაც ესეა, ჩვენ თუ რამეზე ეჭვმევიტანეთ, რომ შეიძლება იყოს გარკვეული ეგრეთ წოდებული ფიზიკური დაავადებით, აუცილებლად თუ და გადააბისამართო სხვა სპეციალობის ექიმთან და ჩვენ გქონია ესეთი გამოცდილება, როდესაც ჩვენ პაციენტს ხშირად მოუმართავ შეთვის, რომ დაგვედასტურებინა ან გამოგვერიცხა იმუნური ან ალერგიული პათოლოგიები. მეორე ფაქტორი ალერგიული დაავადებები უმეტეს შემთხვევაში არის ქრონიკული, და ძირითადად ქრონიკულია. სიმპტომები ხშირ შემთხვევაში არის საკმაოდ შემაწუხებელი. ამიტომ უკვე ფსიქოლოგიური, სტრეს ფაქტორით ვლინდება ალერგიული დისკომფორტები, ალერგიული სიმპტომები, ხშირი ქავილის გამო და მაგალითად იმის გამო, რომ ადამიანი ალერგიის გამო ვერ იძინებს, არის მეორადი სტრესი, რომელსაც ასევე მეორადად სხვა მექანიზმით შეიძლება ხელი შეუწყოს, ასე თქვათ, გარკვეული მენტალური პრობლემის, ფსიქიკური პრობლემების, შფოთვის და ასე შემდეგ აღმოცენება. და ყველაზე საინტერესო და ყველაზე რთული და ყველაზე დამაბნეველი ხშირად არის, თორსა ორივე პრობლემა ერთად არის, როდესაც არის პირობითად ალერგიის რომელიღაც ფორმა დაავადება აქვს ადამიანს პირველადი დაავადების სახით და ამავე დროს პირველადი დაავადების სახით არის შფოთვა, დეპრესია, სხვა მენტალური პრობლემა, რომელიც განსაკუთრებულად საჭიროს და მნიშვნელობას ხდის ალბათ ამ ორი სპეციალობის ექიმის სინქრონულ მოქმედებას, იმიტომ რომ ცალკარში თამაშით ამ შემთხვევაში ხშირად შედეგი საერთოდ ვერ მიიღწევა. აბსოლუტურად გეთანხმები. გუგაის მნიშვნელოვანი ასპექტია. ჩვენ ახლა პრაქტიკულ ნაწილშიც რაღაცები გავამჟღავნო. აი წერან თქვენ ახსენეთ პრეპარატებთან მიმართებაში, ხო? ადამიანებს რომელთაც ხშირად აქვთ ეს პრობლემები, რომელთაც აი მართლა ჭირდებათ მედიკამენტი, რომელიც თქვათ მათი ასე ვთქვათ, შფოთვითი აშლილობა თუ დეპრესიისთვის ამკურნალო, მაგრამ ალერგიული მომდინარე პრობლემები, რომლებიც ხშირად ბავშვობიდან მოყვებათ მათ, აი ამ პრეპარატების მიღების მიმართაც სერიოზულ შიშს, ასე ვთქვათ, აძლევთ. გარდა იმისა, თუ მედიკამენტები ანტიბიოტიკია ან სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებზე ცხოვრებაში ერთხელ მაინც ქონიათ რეაქცია, მე ამ ადამიანებს მათი მიღების ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, შფოთვა. ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკა გადის აი ამ ნაწილზე, რომ ისინი ითხოვენ ჩვენგან გასაკვირველია მედიკამენტური სინჯის ჩატარებას, მაგრამ მეორე მხრივ აი ამ ბეწვის ხიძზე სიარული, რომ მედიკამენტური სინჯი და მასთან დაკავშირებული კლინიკური გამოვლინებები სწორად დააიდენტიფიცირო, ეს წამლის ალერგიაა თუ ემოციონალურ რაღაც აკვიატება და მე ობსესიური მოქმედებაში გადავიდა უკვე პაციენტს. ეს ძალიან რთულია და ძალიან გვიჭერს. ერთადერთი რაც მიღებულია ჩემს ზრგში და ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკაა, გარკვეულწილად ნაწილობრივ ამ ფსიქოთერაპიულ ამბებს ვითავსებთ ჩვენ, მეტი გამოსავალი არ გვაქვს ადამიანებს, რა თქმა უნდა, როდესაც ფსიქოტიპს აღვიქვამთ და რა თქმა უნდა, ნებისმიერ პაციენტს, როცა ანამნეზს ვაგროვებთ, ვეკითხებით მიმდინარე კურნალობას ან ფონური დაავადება მას რაც აქვს, რა თქმა უნდა, ამიტომ ძირითადად თუ ნევროლოგთან უკვე დადის, ფსიქონევროლოგთან მედიკამენტი შერჩეული აქვს და თქვათ, ჩემთან პარალელური პრობლემის მოსაგვარებლად მოვიდა, ხშირად ამ სინჯის ჩატარებას აუცილებლად პლაცებოთი ვიწყებ ხოლმე. აძლევ აბსოლუტურად ინერტულ ნივთიერებათა კატეგორია. მისცა რეაქცია ადასტურებს ამ რეაქციის ფსიქოგენურ ფაქტორს. ძალიან დიდ პროცენტში ხვდებით სწორედ პლაცებოზე. აი როგორ ვლინდება პლაცებოს შემთხვევაში, ასე ვთქვათ, შეხოაქ ცოდნას ვაზიარებ და ინტენსიურობას ვიტყვი. რამდენად იდენტური შეიძლება იყოს ფსიქოგენური ერთ შეხედვით ფსევდოალერგიული რეაქცია და გამოვლინება, რამდენად შეიძლება გავდეს ჭეშმარიტ ალერგიულ რეაქციას. მაინც რა განმასხვავებელები შეიძლება იმდენად ახლში დგას ერთმანეთთან, ოღონ ერთ შემთხვევაში სტრესი არის, ასე ვთქვათ, გამშვები ამის. შეიძლება აბსოლუტურად არ იყოს, არავითარი კლინიკური განსხვავებაც ვერ ნახო. თუმცა, აი
ცოტა მეორე ნაწილში თუ გადავალ, ეხლა ჩვენ მაგალითად ბევრი ეს კამპანია გავიარე, თქვა COVID ვაქცინაციის და ასე შემდგომ და რაღაცა მასიური ინტერვენცია ხდებოდა, აი ვაქცინასთან ასოცირებული სტრესული რეაქციები, იგივე კლასტერული იქნებოდა თუ ერთეული შემთხვევები, ბევრი იყო ძალიან, 1000-ზე მეტ ადამიანს დაემართა. მათ შორის ჭეშმარიტი ნამდვილი ალერგიული ანაფილაქსია სულ რაღაცა ციცე ჩამოსაცვლელი შემთხვევა იყო 3 მილიონი გამოყენებული ლამის დოზიდან. ხო, ორჯერადი გაკეთებას გულისხმობ. ძირითადად იყო სტრესთან დაკავშირებული რეაქციები და როდესაც ჩვენ პირველი რგოლის ექიმებს განათლებას გარკვეულწილად და მათ ცნობიერების ამაღლებას ვსახურებოდით და დისტანციურ ლექციებს უტარებდით. აი მთავარი ნიშნებს მაინც ვასწავლედით, როგორ ამოიცნოთ და განესხვავებინათ დახმარება, რომ სწორი და ადეკვატური ყოფილიყო. პირველი რასაც ვეუბნებოდით, რომ ნებისმიერი ინტერვენციის დროს ეს ინიექცია იქნება თუ სხვა ტიპის, ამ შემთხვევაში ვაქცინა იყო წამყვანი და ბაზისური, თუ ადამიანს ნამდვილი ალერგია ემართება, ეს ზოგადადაც შეგვიძლია ჩვენ განვაზოგადოთ იგივე მედიკამენტებზე, ტაბლეტირებულზე და საკვებზეც კი. ალერგიის მთავარი კარდინალური ნიშანი არის კანის რეაქციის პირველადი გამოვლინება და ეს კანის რეაქცია არის წითელი და ქავილით მიმდინარე. რაც პრაქტიკულად ან იშვიათად არის სტრესთან ასოცირებული რეაქციის დროს. სტრესთან ასოცირებული რეაქციის დროს არის შიშის შეგრძნება, შფოთვის განცდა, სიკვდილის შიშის განცდა, ხო, პირიქით ცივი ოფლი, სიფერფრთალის განვითარება, ანუ კარდინალურად საპირისპიროთაა კანი ჩართული ამ ნაწილში. ამიტომ პირველი საექსპერტო შეფასებითი ნაწილი ალერგიისგან ნამდვილი ჭეშმარიტი მიმდინარე რეაქცია არის, როცა კანი არის წითელი და ასე ვთქვათ, მას ქავილი მოყვება და ასე ვთქვათ, ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია. მეორე ნაწილი არის ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სტრესული რეაქცია ნამდვილი ალერგიისგან გავარჩიოთ უკვე ობიექტივიზაცია, აი პარამეტრები როგორ აქვს პულსიზარდთა სისტემის. ანაფილაქსიური რეაქციის დროს ასეთი დისონანსია, რადგანაც სისხლძარღვოვანი კოლაფსია რეალურად, წნევა ვარდება, მაგრამ კომპენსატორულად გული აჩქარდება, რომ ის ცოტა მასთან მისული სისხლი სწრაფად გადატუმბოს, რომ საისხლო ორგანოებს არ მოაკლდეს. მაშინ სტრესული რეაქციის დროს პულსის ჩქარდება, მაგრამ წნევაც 180 და 200 ხდება და 170. და ადამიანს რო ვეკითხები, ხონდა რაღაც რეაქცია, მედიკამენტური ალერგია მოვა და სტომატოლოგთან დამემართა მეტყვის ერთი თვის წინ. წნევა გაზომეს და მე რო 120 ვატარებ, 180 ავიდა. უკვე გასაგებია, რომ ეს ჩემთვის უკვე არ ყოფილა ნამდვილი მედიკამენტური ალერგია და ანაფილაქსიური, თქვათ რეაქცია, ეს სტრესი და ემოციური ფაქტორით იყო. ამიტომაც აი ეს ნაწილი ჩვენს შემთხვევაში არის, ასე ვთქვათ, ჩვენი დარგის ყოველდღიურობის ნაწილი და აი ამის ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, შეთანადება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მე თუ ეს სწორად შეფასებული არ არის, ადამიანები ამ სტიგმით იწყებენ ცხოვრებას. აი ამას იჯერებენ, რომ ის იყო ალერგიული ნამდვილი რეაქცია, რომელიც აი მაღალი წნევით და ხანდახან შეიძლება ეს არავისთვის ახლა ღიმილის მომგვრელი არ იყოს, მაგრამ რო იტყვი, რომ კი გავიგე, რომ გული წაგივიდა პირობითად, მაგრამ როგორ გამოხვედი სიტუაციიდან? ნუ ავი წყლის მისხურებით და პოზიციის უზრუნველყოფით, ხო? ეს ხო არ შეიძლება ალერგიული ანაფილაქსიური შოკი წყლის მისხურებით, ასე ვთქვათ, ადამიანს ცნობიერება უკან დაუბრუნდეს, ხო? ეს ხო სხვა მოვლენაა და იქ ადრენალინი და ყველაფერს, ასე ვთქვათ, ანტაგონისტური ჩარევა უნდა. ამიტომ რა თქმა უნდა, თუ ეს სწორად შეფასებული არ არის, ადამიანები იჯერებენ, რომ აქვთ ეს ალერგია და აი სწორედ იქ ირთვება ის, სადაც თქვენი დარგი ყველაზე მეტად მე უკვე გვჭირდება. ვერ გამოდიან მე შემდგომ უკვე ამ მდგომარეობიდან წლების განმავლობაში და იწყებენ ცხოვრებას ამასთან ერთად და ამბობენ, რომ მე მაქვს ამის ალერგია და უკვე ანზოგადებენ ამას ყველა შესაძლო ახალ წამალთან მიმართებაში. ან თუნდაც შემთხვევა, როდესაც ადამიანმა შეიძლება ერთხელ ცხოვრებაში დაიტანოს ჭეშმარიტი, ანუ ალერგიული ანაფილაქსიური ან ჭიჭრისცევა, ანუ ჭიჭრისცევა გაცილებით უფრო სუბკი ვარიანტი ალერგიული ვიდრე ანაფილაქსიური შოკი, რომელიც შეიძლება არასდროს ცხოვრებაში აღარ განმეორდეს, ზოგჯერ იდიოპათიურიც იყოს, ანუ დაუდგენელიც იყოს და არ იყოს რაღაც კონკრეტულ ალერგიათან ასოცირებული. მაგრამ თუ ასეთ შემთხვევაში განვითარდა აკვიატებული შიში, ხო, ალერგიის, შეიძლება მოხდეს, ასე ვთქვათ, ცხოვრების ხარისხის ყოლობით და შეიძლება მთელი ცხოვრება დაქვეითება, იმიტომ რომ ქონდეს მთელი ცხოვრება აკვიატებული შიში. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვერ იქნება იდენტიფიცირებული პრობლემა, ანუ არ იცის რაზე აქვს ალერგია, ხო? და არის დიფუზური შიში და თუ კი რამე ნივთიერება, საკვებს ან ნებისმიერ თქვა სცენარეს დაიკითხავს და გაიგებს, რომ ეს წარმოადგენს მომატებულ რისკ ფაქტორს ალერგიის, შეიძლება ამ ყველაფერს მერე ემალებოდეს და ზუსტად რამოდენიმე დღის წინ
ქონა ზუსტად ასეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ჩაუმითვალა უამრავი რაღაცა, რის გამოც ის მაგალითად არა მარტო საკვებს არიღებდა, ანუ არიღებდა ძალიან ბევრ საკვებს, არიღებდა ძალიან ბევრ მედიკამენტს. მეტიც დასასვენებლად არ მიდიოდა იმ ადგილებში, სადაც ამოიკითხა, რომ ისეთი მცენარეები შეიძლება გავრცელებული ყოფილიყო, რომელსაც ალერგია გამოეწვია. ანუ ფაქტიურად თავისი ცხოვრების, აქტივობის და თავისუფლების 70-80% იქნა შეზღუდული. საშინელება. და მაინც აი ეს ფიქრობ ჩვენც მე ყოველთვის ვცდილობდა ვფიქრობ, რომ ფსიქიატრები ძალიან ყურადღებით თუ დავიყოთ და არა მარტო ნებისმიერმა სხვა სპეციალობამ, ან ალერგოლოგმა უნდა გაითვალისწინოს, ჩვენც უნდა ძალიან ხშირად გავითვალისწინოთ, რაც ეგან ვახსენე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჭეშმარიტი ალერგიული დაავადებები ძალიან ხშირად იძლევა მენტალური პრობლემებისთვის დამახასიათებელ სიმპტომატიკას და როგორც ეგან დიფერენცირება ესაუბრობდი, ჩვენს გვაქვს რაღაცა გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც საშუალებას გვაძლევს ხოლმე, რომ ამოვიცნოთ ის სიმპტომები, რომლებიც გავსია, ფსიქიკური სიმპტომების, იმის უკან გავიხედოთ და ხშირად ამოვიცნოთ ან ეჭვმივიტანოთ სხვა დაავადებაზე, მათ შორის ალერგიულ დაავადებაზე, მაგალითად სეზონურობა, კავშირი, რაღაც იგივე თქვათ ალერგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სეზონურობა, ხო, გარკვეული მცენარეების ყვავილობა. თუმცა სეზონურობა გარკვეული ჩვენს დაავადებებს ახასიათებს და გაზაფხული მეტწილად მეტნაკლებად ერთხება. კი, აქტიურდება, თუმცა ალბათ დამატებითი გამოკითხვით და უფრო მეტი ყურადღებით და ჩაკითხვით ამის დიფერენცირება გარკვეულად შეიძლება. ასევე მნიშვნელოვანია საკვებთან, ასევე ჩვენ კარგად ვიცით ნაწლავ ტვინის კავშირი, რომელიც არის ძალიან ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო მექანიზმი, ანუ იმუნოლოგიის, ეს უფრო მეტად იმუნოლოგია, ხო, ალერგოლოგია და ანუ ფსიქიკის, როდესაც ნაწლავის ფლორის დარღვევა გარკვეული საკვების აუტალობის გამო, რომელიც არის იმუნოლოგიური დარღვევა, იწვევს ფლორის დაზიანების გამო ისეთი მნიშვნელოვანი ნივთიერების, როგორც არის სეროტონინი და სეროტონის წარმოქმნის ძირითადი წყარო არის ნაწლავი, სეროტონის მოშლას რაოდენობის, ანუ ამზი სეროტონის ორგანიზმის თავარი არის ნაწლავში. ხო, ის ზიანდება, შესაბამისად უკვე ჩვენი ტვინი განიცდის სეროტონის დეფიციტს, რაც ასევე არის პირველადი წყარო, ანუ შფოთვითი აშლოების და კიდევ მრავალი ჩვენი პრობლემის. ერთი ასევე მინდოდა ამ ნაწილში მეთქვა, რომ აი ხშირად არის ეს პრობლემა, ხშირად მოდიან ჩვენთან ბავშვებში ძალიან გავრცელებული პრობლემა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის პრობლემა და ჩვენ ხშირად ხედავთ ამ პრობლემას ბავშვებში. ძირითადი კვლევები რაც ჩატარებული ამბობს, რომ იზოლირებულად კვებითი ალერგიამ ნაკლებად შეიძლება ADHD სინდრომის პროვოცირების მიზეზი გახდეს, მაგრამ უდაო კავშირი დადგენილია ატოპიური დერმატიტის განსაკუთრებით საშუალო და მძიმე ფორმასა და ბავშვებში შემდგომ უკვე ADHD სინდრომის გამოხატულებას შორის, იმიტომ რომ იგივე ატოპიური დერმატიტის მთავარი იზია თუ სკორადი შეფასების მთავარი მაგენერირებელი სიმძიმის ქულა არის ძილის დარღვევასთან და ქავილის ინტენსივობასთან მიბმული. და ეს ორი პარამეტრი იმდენად მნიშვნელოვანია, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ ამ დაავადებებს. აი სწორედ მე ეს მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე და ხშირად განმარტებას ვაკეთებთ ხოლმე მშობლებთანაც, ოჯახთანაც და ჩვენს კოლეგებთან, რომ აი ატოპიური დერმატიტს, რომელსაც ესე მოიხსენიებს მსოფლიო, მას ისტორიული სახელი გერმან რენოვარის სკოლიდან დღესაც კი ნეიროდერმატიტი აქვს. ეს ხო შემთხვევითი ამბავი არ არის. ხო, აქაც იკვეთება, რომ რამხელა მნიშვნელობა აქვს და ბევრი მიმდინარეობა და განყოფილებებიც კი არის მსმენია, აი ფსიქოდერმატოლოგია. ხო, ასეთი სპეციალიზაციის ექიმები, რომელთაც ინტერესი ფსიქოდერმატოლოგიაში აქვთ, ხო? იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილია, როცა კანს ვეხებით და აი ჩემი, ასე ვთქვათ, სადოქტორო ნამუშევარი ურტიკარიაზე იყო ჭინჭისეებაზე და აი ურტიკარიის ამ ორ ფორმას შორის, რომელიც ერთი სპონტანურია და საიდან მოდის კაცმა არ იცის და აუტოიმუნურია თავისი შინაარსით, მაგრამ ტრიგერი ყავს ძალიან ბევრი სტრესიდან დაწყებული რაღაც ჰისტამინით მდიდარი საკვები. აი მეორე ნაწილი არის ამ ქრონიკული ურტიკარიის, რომელსაც ჩვენ ვეძახით ინდუციბელური ქრონიკული ურტიკარია, აი რაღაცა ინდუქცია ჭირდება. ანუ არ არის სპონტანური, ინდუციბელური, ესე ქვია. ინდუციბელური, ასე ვთქვათ, სახელიც აქედან მოდის. და ერთ-ერთი მისი ნაწილი, რომლის მექანიზმით ჯერჯერობით ჩვენს დარგში ბოლომდე შესწავლილი არ არის, ეს ინდუციბელურობა, ასე მოულოდნელად როგორ ხდება, ან ლიბერაცია ამ ალერგიული ნივთიერებების.
აი ერთ-ერთი არის აი შუა ასაკობრივ ჯგუფში ხდება 15-დან 35-40 წლამდე. ძირითადად სპორტით დაკავებულებში უფრო ბიჭები პრევალირებენ, როცა სხვა მთელი ურტიკარი 70% ქალებზია. აი ეს არის ესე ქვია, ქოლინერგული ურტიკარია. როცა ემოციური სისტემა თავისი სიმპათიკუსით ჩართულია და საკმარისია რომ მარტივი ემოციური სტრესი განიცადოს, ან ფიზიკურად დაიტვირთოს, ან ჭარბ ტემპერატურის ქვეშ მოხდეს, აი პაციენტს ემართება კლასიკური ჭინჭრისება მომენტალურად წამიერად, რომელმაც ხანდახან თუ სწორი და მყისიერი დახმარება არ იქნება, შეიძლება წლების ვარდნაც კი გამოიწვიოს. ანუ ვერავინ ვერ გაიგო რა მექანიზმია გვაქვს თავარი უჯრედები, ალერგიის ბაზოფილები და მასტოციტები და ამ მასტოციტებზე განსაკუთრებით არის ეგ ეწოდებული X2 რეცეპტორებია, ძალიან პოპულარული, ასე ვთქვათ, ეს რეცეპტორების სისტემა, რომელთაც მიაწერენ, რომ სწორედ ნერვულ დაბოლოებათა აქსონებთან არის ეს დაკავშირებული და ემოციური სფერო ამ X2 რეცეპტორით მასტოციტის დეგრანულაციას იწვევს და ჰისტამინის, პროსტაგლანდინის ფხისიერ გადმოსროლას. არ ჭირდება სხვა ალერგენი, არ ჭირდება კვერცხი, თევზი და წამლის დალევა. მარტივი ემოციური სფერო, აქსონი, X2 რეცეპტორი და იმ წუთში იფოთლება ადამიანი. რამდენი ადამიანია ჩვენს გვინახავს, ზოგჯერ ტელევიზიაში ხშირად არიან, იგივე წამყვანია და გეტყვის, რომ უხერხულობა მექნება. მარტივი ემოციის დროს მთელი დეკოლტეს არის წითელი მიხდება. აი რა უნდა ხდებოდეს, არ ჭამს, არ სვამს იმ დროს, ხო? ანუ ალერგიის ფორმა, რომელიც უბრალო მარტივი ემოციის ფონზე იმ წუთში ხდება დეგრანულაცია ალერგიული ნივთიერებების. ამიტომ ეს ჩვენი ემოციურ, ალერგოლოგიურ, ნევროლოგიური კავშირები იმდენად საინტერესოა და ეს კიდე ასე ვთქვათ, ამოუხსნელი ფენომენია, ბევრი კავშირი, იგივე სუბსტანცია P, რომელიც წარმოიქმნება, იგივე ნაწლავი და ასე ვთქვით, ნეიროტრანსმიტერების როლი. ეს მოგე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ურთიერთკორელაციებია ჩვენს ორგ-დარგ შორის და ვფიქრობ, რომ კიდე წინ ბევრია სიახლეები. შესავალში როგორც ახსენე, ის რა ზოგჯერ ტრადიციული მიდგომებით ვერ აიხსნება, ანუ და მხოლოდ ერთი სპეციალობის თვალსაჩინო და ყურება დაავადების პრობლემის მექანიზმებს ვერ ხსის და შესავალისად მასთან ჩარევაც ვერ იძლევა სათანადო შედეგებს, ზუსტად აი ესეთი კომპლექსური ანუ მიდგომა რამოდენიმე სპეციალობის ამას გვაძლევს ხოლმე და თუ ჩვენ ყოველთვის ვთქვით რა არის, არა მარტო ექიმები ვეძებთ მიზეზშედეგობრივ კავშირებს. ანუ ადამიანები, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ისინი ძირითადად რა კითხვას სვავენ ბიძინა. ანუ სვავენ რა გამოიწვია, ანუ რომელი იყო პირველი. მიზეზშედეგობრივი და კიდევ რომელი უფრო მნიშვნელოვანია და აი აქ არის ჩემი აზრით, ექიმის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ სწორი მოლოდინების შექმნა, სწორი ინფორმაცია მისცეს, რომ არ არის ასე ცალმხრივად რა, რომ აუცილებელია, რომ პირობითად მენტალური პრობლემა იყოს ცალმხრივად დასაწყისი და გამომწვევი ალერგიული ვთქვათ, მსგავსი ჩივილის ან ალერგიული პრობლემების ამ პირიქით. ძალიან ხშირად ეს ორივე მხარე ერთდროულად ერთვება და მერე ეგრეთ წოდებული მანკიერი წრე ვითარდება, როცა ერთმანეთს, ასე ვთქვათ, ეს ორი პრობლემა გარკვეულ ჩაკეტილ წრეში ამყოფებს და პრობლემა სულ უფრო და უფრო იმატებს რაღაცა ზვავივით, ასე ვთქვათ, უფრო დიდდება და უფრო მძლავრდება და აი აქ ძალიან ხშირად ერთ მხარეს ჩაჭრა პრობლემის არ იძლევა ხოლმე სათანადოდ აი ამ ზავის შეჩერების ანუ საშუალებას. ამიტომ თანაარსებით, ანუ კომორბიდული ამ სიტყვას ჩვენ ხშირად ხმარობთ ექიმები არ არის ესე, ანუ არის ეს ალერგოლოგია თუ არის მეტალური პრობლემა, არა, ზოგჯერ ხშირად შეიძლება იყოს ორივე ერთად და ორივე პრობლემას ერთდროულად ორი სპეციალისტის არა მარტო დიაგნოზი და დიფერენცირება ჭირდებოდეს, არამედ ჩარევა და მკურნალობა ჭირდებოდეს. და ასევე შეეხება ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, ზოგადად მედიცინა არის სტიგმატიზირებული, იმიტომ რომ ასე ადამიანებში გამოწყობილი, რომ ჩვენ არასდროს არ გვინდა დავიჯეროთ ამათი ჯანმრთელობის პრობლემა, ნუ ფსიქიკა კიდევ უფრო ალბათ 5-ჯერ მეტად სტიგმატიზირებულია, კიდევ უფრო უჭირს ხოლმე ამის დაჯერება და არც გარკვეული მედიკამენტების შიში. და რა თქმა უნდა, ის ცალმხრივად თქვა, რომ მედიკამენტი არ არის საშიე, ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ჩვენ საკვებსაც კი ერთ შეხედვით თუ საფრთხოს თუ ვიღებთ, მასაც თუ ჭარბა და არასწორად მივიღებთ, ისიც შეიძლება საზიანო და შეიძლება მომაკვდინებელიც კი იყოს. ისევე როგორც წამალი, ანუ მთავარი არის მედიკამენტის სწორ დროს, სწორ კომბინაციაში, სწორი დოზით და სწორი ხანგრძლივობით მიცემა, ხო? Absolutely.
ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ეს ასპექტი. აი პირველი ერთი ეს აზრი მინდა განვავითარო, რომ აი ჩვენ ჩემი დარგის გადასახედიდან ვამბობ, ეხლა დღეს ძალიან პოპულარულია და თან სოფლიოში ასე ვთქვათ ეს ორი მიდგომაა, მე ვფიქრობ, რომ ეს რთული ნოზოლოგიების დროს ეგრეთ წოდებული MTD, რასაც ეძახიან, მულტიდისციპლინარული გუნდების ჩართულობა არის წარმატების მთავარი ქვაკუთხედი, რაც ჩვენს ქვეყანას და მედიცინას ძალიან აკლია. ყველანი გარკვეულწილად რაღაც ინდივიდუალურ დონეზე ვცდილობთ, რომ ჩვენი ქვეყანაში ეს კარგი სერვისები შემოვიტანოთ და ადამიანებს და საზოგადოებას დავეხმაროთ, მაგრამ აი რაღაცა ეს მულტიდისციპლინარული მიდგომა, როცა აზის თანაგაზიარება იქნება, ადამიანები ხშირად თვითონ ცდილობენ ხოლმე, რომ ეს მულტიდისციპლინარული ჯგუფები თვითონ შეადგინონ და გადიან ექიმიდან ექიმთან და თვითონ ცდილობენ, რომ 4-5 ადამიანის და მომიჯნავე დარგების ექიმების აზრი მოაგროვონ. ამიტომ ეს კარგი იქნება, რომ ჩვენ რაღაცა საფუძველი ალბათ და ჩაუყაროთ კიდეც იგივე ჩვენი დარგის მაგალითზე, რომ აი თუნდაც ჩვენი დარგობრივი თანამშრომლობა ამ ნაწილში იქნება წარმატებული, იმიტომ რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომელიც წეგან აღნიშნა, რომ ორი ასპექტია, ვთქვათ, ერთი ალერგიული დაავადება სერიოზული თვითონ ქრის პრობლემას მენტალური ჯანმრთელობის განვითარების რისკის და 3-დან 1 ალერგიის მქონე ადამიანს ამის რისკი აქვს, ანუ 30%-იანია საშუალო რისკი, შეიძლება ასე ვთქვათ და ზოგიერთი დაავადებაში კიდევ უფრო მეტია და მეორე მხრივ თუ ადამიანს აქვს უკვე არსებული დაავადება, ბუნებრივია ამან მენტალურმა შფოთვითმა თუ დეპრესიულმა შფოთვამ განსაკუთრებით და სტრესის მაღალმა ხარისხმა შეიძლება ხელი შეუწყოს იმუნური სისტემის პრობლემებს და ალერგიული დაავადების წარმოშობას, მაგრამ ხანდახან ცხოვრებაა ჩვენი ისეთი, აი მე ხშირად ვთავს ესეთი პაციენტები, რომ აი დასასვენებლად თუ მივდივარო გეტყვის, კარგად ხვდებიო, მაგრამ როგორც კი ყოველდღიურ რუტინას დავუბრუნდები ცუდად, ისევ გამონაყარი მეწყებაო და ამიტომ ბუნებრივია რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცა თანაარსებობა შეძლონ. ხო არ გამოდის ახლა ყველას არ აქვს ცხოვრება ისე აწყობილი რომ სულ და ასე ვთქვათ მაშინ დასასვენებელ რეჟიმში გადავიდეთ. მაგდენი დასვენება მე ფასსაც კარგავს. მე ფასსაც კარგავს, უკვე დასვენება აღარ იქნება დასვენება მე სიზარიაცია. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე მხრივ რაც ბოლო ნაწილი რაც ბრძანეთ რომ სტიგმატიზაცია. ხო ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანებს ხშირად აი ხანდახან ფიქრობ ხოლმე, როცა ეს სომატიკაზე ესაუბრები, რომ აი როდის ახლა რაღაცნაირად კულტურულად და სუბუქად შევაპარო, რომ მას ჭირდება ასევე, მე ვეუბნები, რომ შენ კი არ გჭირდება, მე მჭირდება, ხანდახან ამ ტერმინსაც კი ვიყვანებ, რომ დამახმარო ეს კი. მე ესე ვეუბნები. იცი, როცა გზნობ, რომ ტიპაჟი შეიძლება არ წამომყვას, ვეუბნები, რომ მე მინდა დახმარება მის იმ ექიმის. და აი ამას ექიმ კურნალო უკეთ. ხო, აი ამ ტერმინს რო გამოვიყენებ, მე სხვანაირად უყურებენ და უმრავლესობა რასაკვირველია მომყვება ამ თვალსაზრისით, რომ ეს ჩვენი წარმატების, ჩვენი მკურნალობის და თქვენი ჯანმრთელობისთვის ეს ძალიან აუცილებელია. ანუ ბევრი უნდა ვიმუშაოთ და მე ვფიქრობ, რომ აი ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და ამ ტიპის შეხვედრებიც აი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომ ეს არ არის განყენებული თემები. ხშირად ჩემი დარგის ექიმებმაც კი შეიძლება ეს არ იცოდნენ სწორად და ვერაცნობიერებდნენ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ვთქვათ იგივე მენტალური ჯანმრთელობის საკითხის წინაპლაზე წარმოწევას. არის თუ არა ეს ხელშემშლელი, არის თუ არა ბარიერი. ზოგი ადამიანი და კოლეგა განსაკუთრებით სულ მარტო სომატიკას და მისი დაავადების ჭრილიდან უყურებს. ყველა მის დაავადებას და მეტი იქეთ სხვა რაკურსი და სხვა წახნაგი თუ აქვს იმ დაავადებას, საერთოდ რომ იმასაც გარკვეულწილად რაღაცა ნაკლოვნება აქვს ამ ცოდნის დეფიციტის, ხო? ამიტომ ამის ამოვსებაც აუცილებელია და ასე ვთქვათ ფართო განათლების ნაწილი არა მარტო საზოგადოებისთვის, კოლეგებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იგივე ბევრი რაღაც რაზეც ახლა ვერ საუბრობდი, გარკვეულწილად აი რომ დამიძახე 2 კვირის წინ, მოვემზადე და წავიკითხე, თუმცა მე სხვანაირი გავხდი, უკვე დღეიდან ესე ვფიქრობ. ხო, ესეც მნიშვნელოვანია, მეტი мотиваცია გამიშთა. ეხლა კიდე ეს რო დამთავრდება, კიდე უნდა წავიკითხე. ეს დავფიქრე. ხო, იტე რაღაცაზე დავფიქრდები, და ეს ყოველდღიურობაა, ხო, მედიცინა მუდმივი სწავლა და განვითარება, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მადლობელი ვარ მოკეთ აი ამ შესაძლებლობისთვის. ეს მულტიდისციპლინარული ძალიან საინტერესო ასპექტი ახსენე და მეც მინდა ასე ვთქვათ, მულტიდისციპლინარული პრობლემა ეს არ არის მარტო რაღაც რომელიმე ქვეყნის ან ქვეყნის განვითარების მიხედვით პრობლემა. ეს ჩემი აზრით მედიცინის ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევა, იმიტომ არ არის ვთქვათ ექიმების კვალიფიკაცია ქვემოწადა, რომ პირიქით, უბრალოდ მედიცინა ძალიან გაიზარდა და მე ძალიან ხშირად არამედიკოს ვთქვათ სიტუაციაში, როდესაც მედიცინას განვიხილავ, მითქვია, რომ იმდენად დიდი გახდა ინფორმაციულად მთელი მედიცინა ჯამში ერთობლივად რო ავიღოთ და რაღაცა მეგაბიტებით გადავზომოთ, შეიძლება სხვა სპეციალობის, ვთქვათ,
არავის ასე ვთქვათ არ ჩამოვთვლი კონკრეტულად რა ვაწყერო, შეიძლება რამოდენიმე სპეციალობას ერთად და დარგსურდიდეს რა. შესაბამისად ძალიან ბევრი მიმართულებები და კიდევ ქვე მიმართულებები გამოიყო, ხო? იგივე ფსიქიატრია ჩაიშალა, ნევროლოგია ჩაიშალა, ალერგოლოგია, იმუნოლოგია, კიდე რამდენი ვიწრო სპეციალობათ არის და ძალიან ხშირად ძალიან რთულია. ზოგჯერ ჩვენი მიმართულებით იმდენი კვლევის, იმდენი რაღაცის გაანალიზება გვიწევს, რომ ზოგჯერ ეს ჩვენ შესაძლებლობებს აღემატება რთულია ხოლმე, რომ დროის რაღაცა მონაკვეთში კიდე პარალელულ სხვა სისტემებთან მის კავშირზე ვიფიქროთ, მაგრამ თუ ადამიანი ექიმი მწყობრად, ეტაპობრივად მიყვება ლოგიკურ ჯაჭვს და რეკომენდაციებს, აუცილებლად ის ჭეშმარიტებამდე მივა და აი ამ კავშირებს დაადგენს და მე იმიტომაც არის ეს ვიწრო სპეციალობა, რომ საჭიროება რომ შენ უნდა უბრალოდ ეჭვს მიიტან, მე უნდა გადაამისამართო იმ ადამიანთან, რომ იქ უკვე იმ მიმართულებით შესაბამისად მაღალი კვალიფიციური კვლევა მიიღოს. ანუ მე თუ გამიჩნდა ეჭვი, რომ ჩემ პაციენტს შეიძლება ქონდეს რაღაცა ატიპიური ლატენტური ფორმა ალერგიის, რომელიც პირველადად კლასიკური ნიშნებით გამონაყრით ან ქავილით არ ვლინდება, ხო ესეა? და მაგალითად შეიძლება იყოს გარკვეული გასტროენტეროლოგიური გამოვლენით, ხო? დიახ. ამიტომ ეს ეჭვი საკმარისია იმისათვის, რომ მე აუცილებლად ურჩიო მას ალერგოლოგთან, თქვათ, შეთან მოსვლა გესმის, რომ ჩატარო მე ეს დეტალური კვლევა, გამოიკვლიო და უკვე ზუსტად შეფასდეს. ამიტომ აი ესეთი კომპლექსური მიდგომა ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი არის და რაღაცა მომავლის მედიცინის ნაწილი ესე მეესახება ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს იმდენად ასე ვთქვათ არსებითი გახდა. აი როგორც წეგან უკვე აღნიშნე, არა მარტო რაღაცა თან არსებობს, აი რაღაცა უკვე შინაარსობრივი და პათოგენეზური ნაწილში შემოვიდა ეს ვთქვათ ეს პრობლემები, ტვინთან კავშირი, ნაწლავი და ტვინი, კანი, ტვინი, ნაწლავი. ეს იმდენად განუყოფელი და გადაჯაჭვული ეს ბარიერული მექანიზმები ყველაფერი ერთმანეთთან ჩართული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ მომავლის მედიცინის ერთ-ერთი ნაწილია, მე ესე ვფიქრობ, ამიტომ რაც უფრო მეტი შეხების წერტილი გვექნება და რაც უფრო მეტად იქნება თუნდაც ინფორმაციული ურთიერთგაცვლა კოლეგებს შორის თუნდაც, აი ეს კიდე უფრო დაიხმარება, რომ ჩვენი პაციენტები და მათი დაავადებები უფრო ასე ვთქვათ იყოს სწორად მართული. აი იგივე ერთი მედიკამენტებზე მინდოდა, მე თქვა თუ გვაქვს ამის შესაძლებლობა, აი ხშირად ჩვენ ბევრს ვიყენებთ ანტიჰისტამინური პრეპარატებს, თქვენ ჰისტამინი ახსენეთ წეგან და ეხლა გამახსენდა უბრალოდ რომ ეს რამოდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს მიერ მინიშნება, რომ რაღაცა ტიპის ანტიჰისტამინური ჯგუფის პრეპარატები თუ დიდი ხანი იყენებთ, შეიძლება მისმა მერე შეწყვეტამ გამოიწვიოს პირიქით სიმპტომების ანუ rebound მექანიზმის წარმოქმნა და ქავლს რო თრგუნავდი, მას რო შეწყვეტა უარესი ქავილი დაემართოს ადამიანს. ხო, აი ესეც იმხელა ნიშნულობის საკითხებია, რომ შეიძლება რაღაც ტიპის წამალმა მეორეს მხრივ, რომელსაც პრობლემას აწესრიგებს, შეიძლება თვითონ გახდეს, ასე ვთქვათ, მისი შეწყვეტის მერე იმ პრობლემის კიდევ უფრო ათბაგად აღმოცენების მოხსნის სინდრომი გამოგვეთა. მოხსნის სინდრომი, ხო, რასაც მართავ, მერე უარესი შეიძლება და ეს ხშირად არის ხოლმე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ფსიქოტროპული წავლილებში აღმოჩნდა, რომ ანუ ალერგიის და ანტიჰისტამინო მედიკამენტებსაც ხო, მედიკამენტებსაც ახასიათებს, კი. და სხვა შორის ამ ბევრი რაღაც მედიკამენტებზე კონკრეტულად ამოვარდა საუბარი. ჩვენ ხა კონკრეტული მედიკამენტი რო არ ვახსენებ, თქვათ, აქტიური ნივთიერება შეგვიძლია ვთქვათ, ჰიდროქსიზინი, რომელიც ანუ ეს არის მედიკამენტი, რომელიც თანაბრად გამოიყენება, ანუ ჩვენ გვაერთიანებს ფსიქიატრიაში და ალერგოლოგიაში. ეს არის წამალი, რომელიც 50-50-ზე ვერ ვიტყვით, ანუ სად უფრო ვისი წამალია. ესეც არის ანუ იმის დასტური აი ამ კავშირის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ამ ერთი წამით ორივე პრობლემას ალაგებს. ორივე პრობლემას ანუ მაგალითად უხსნი ადამიანს ალერგიას და ამავე დროს უძილობას უგარებ, იმიტომ რომ კარგი საძილე მოქმედება აქვს ჩვენთვის კარგად ნაზუხი ჰიდროქსიზი. და კავილის ეფექტი. კავილის ეფექტის მოხსნაზე ხშირად არის ეს შეიძლება კოლეგებსაც დაინტერესოთ, რომ ხშირად არის ეს კითხვები, რომ აი რომელი თაობის ანტიალერგიული წამალი გამოვიყენო, როცა პაციენტს შემაწუხებელი ქავილი აქვს. ახლა ჩვენ ანტიჰისტამინური პრეპარატები ზოგადად ორი თაობა გვაქვს, პირველი და მეორე თაობა და ეს თაობათა შორის გამიჯვნის ძირითადი ინდიკაცია ეს არის თავზოგტვინის სითხეში მათ შეღწევადობის უნარი. რაც უფრო მეტად აღწევს ამ ბარიერს და იკავებს იმ რეცეპტორებს, რაც არ გვინდა რომ დაიკავოს და ამის გამო პარალელური ეფექტები აქვს, ესენი უფრო პირველი თაობებია. ანუ დღეს ყველა თანამედროვე
აკადემიის თუ ასოციაციის თუ გაიდლაინის რეკომენდაცია, რომ პირველი თაობის ჩვენთვის ცნობილი ანტიალერგიულები, მათ შორის ჰიდროქსიზინური იქნება თუ კლემასტინი თუ სხვა კეტოტიფენი და ასე შემდეგ, უნდა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, იმ კანის განსაკუთრებით ალერგოზების ზოს, რომელთაც უპირატესად ქაველი ახლავთ და აქედან გამომდინარე ძილის დარღვევა და შემაწუხებლობა. მაგრამ არა კვირების და თვეების განმავლობაში. აი თუ ჩვენ გვჭირდება რაიმე პრეპარატი ამ ტიპის მართვისთვის და ეს ხანგრძლივი პრობლემაა, აი მაშინ უწევთ და მთელი მსოფლიო უწევს რეკომენდაციას უფრო ახალი თაობის საშუალებების გამოყენებას და არა პირველი თაობების დიდი ხნით გამოყენებას. ამიტომ ჩვენ ეს წამალი კი გარკვეულწილად გვაერთიანებს, მაგრამ აი ძალიან დიდი ხანი თანამედროვე ალერგოლოგიაში გვცდილობთ რომ ამ ტიპის წამლები თვეების განმავლობაში არ გამოვიყენოთ და ეს იყოს მარტო მოკლე კურსების სახით, როდესაც განსაკუთრებით ეს გამწვავებები ხდება ჩვენს პაციენტებში. Შულებრივია, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში, ანუ თუ ამ შემთხვევაში ალერგიით გამოწვეული უძილობა, ხანგრძლივი თუნდაც საძილე ეფექტი ამ კონკრეტული მედიკამენტის ისედაც არ არის სასურველი, იმიტომ რომ როდესაც ალერგიული პრობლემა, ჩივილები და ქავილით გამოწვეული უძილობა ეს ჩივილები მოგვარდება, უძილობა ისედაც თვითონ უბრუნდება ნორმაზე. ამიტომ ისეთი ანტიჰისტამინური პრეპარატის გამოყენება, რომელიც ხანგრძლივად საძილე ეფექტს გამოიწვევს, არ არის. თუმცა მწვავე ფაზაში პირიქით შეიძლება მას ორმაგი სარგებელი ქონდეს და ორმაგად და უფრო სწრაფად და უფრო მაღალი ეფექტური, ასე თქვა, შედეგიც დააყენოს. დიახ, გასაკვირველი. და ასევე ნევროლოგიის და თვითონ მენტალური ჯანმრთელობის ნაწილში ასთმაზე არ მინდა მთლად დაგვეჩაგვროს ასთმაც, ჩვენი დარგის საინტერესო. ჩვენი დარგის თავარი პრობლემა ესეთი დაავადება შეიძლება ასე ითქვას, ამიტომ აქაც აქვთ ადამიანებს ეს პრობლემები ასთმასთან მიმართებაში და აი განსაკუთრებით იგივე ემოციური სფეროს განეიტრალებად შეიძლება ასე ვთქვათ. ოღონდ ნაკლებად უფრო მედიკამენტური ნაწილით. აი ეს თუ ეს იქნება მედიტაციები, ვთქვათ იგივე კოგნიტური თერაპიები, ქცევითი და ასე შემდეგ თუ ეს მნიშვნელოვანი იგივე სუნთქვითი ვარჯიშების თემა, ეს იმდენად მნიშვნელოვანია მათი ასე ვთქვათ ემოციური ბალანსის მიღწევა, რომ ჩვენი პაციენტი უკეთესად იყოს. ხო, მენტალური ჯანმრთელობა რაც უფრო კარგი აქვს ასთმურ ადამიანს, ასთმით დაავადებულ ადამიანს, მისი ასთმის კონტროლის ხარისხი ერთიორად უკეთესი ხდება. აი შეიძლება რაღაცას პატარა დოზით მიაღწიო იმას, რასაც ვერ მიაღწევ, ვთქვათ, თუ ეს ემოციური სფერო მას არ აქვს, ასე ვთქვათ, დაკონტროლებული, მოდი ასე ვთქვათ. ამიტომ ის შემთხვევა, როცა ვსაუბრობთ დაავადებაზე, ასთმაზე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი ამ დაავადების მართვაში, ანუ ფსიქის სტაბილურობა, იმიტომ რომ იმდენად მსგავსი სიმპტომი შეუძლია გამოიწვიოს, რომ არა მარტო ასთმით დაავადებულ პაციენტში შეიძლება ასთმური შეტევის, ანუ მსგავსი მდგომარეობა განავითაროს, ზოგადად შფოთვის პირველი ყველაზე ხშირი გამოვლენა გულის აჩქარებასთან ერთად არის ჰაერის უკმარისობა. ალერგიული შეტევის განსაკუთრებით. ალერგიული შეტევა და ეს არის ძალიან ხშირი და ანუ ალბათ აი უკვე ამივადექით ამ ნაწილს, სადაც შეგვიძლია გარკვეულწილად ჩამოვაყალიბოთ ის ძირითადი ნიშნები, რაც აქვს საერთო ალერგიას და პირობითად შფოთვის შეტევას და აი ხა მე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ ვიტყვი, ძალიან ხშირად მომმართავენ ამ პაციენტები, განსაკუთრებით ქალბატონების პრევალირება აქაც. როდესაც მათ გონიათ, რომ ასთმის შეტევები აქვთ, ან სუნთქვით უკმარისობა და რესპირაციული დარგის ექიმის დახმარება სჭირდებათ. პირველი რასაც ვიტყოდი, აი ჩემი ანამნეზის შეგროვების დროსაც ხაზგასმაც ვაკეთებ, რომ თავარი აი ხლა ვინც გვისმენს და მოგვისმენს ამოცნობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასთმისთვის დამახასიათებელი შინაარსობრივი სუნთქვითი გაძნელება, ეს არის შენი ბრონქიალური ხის წვრილი ბრონქების სპაზმი და მის ქვემოთ მოქცეული ჰაერის ზემოთ ამოსვლის შეუძლებლობა. ამიტომ მარტივად რო ვთქვათ, ეს ცოტა კიდე მეორე პრობლემაა, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჩაისუნთქე ამოისუნთქეს ერთმანეთისგან შეიძლება დავალება რომ ისე ვერ განასხვაონ რაღაც თუ მინიშნებები არ მიეცი რომ სანდლები ჩააქრე, პუშტი გაბერე, ეს ამოსუნთქვას ნიშნავს სანდლის ჩაქრობა ტორტზე. ეს კიდე ცალკეა. თუმცა ეს მიდგომებია და ეს ყველა ქვეყანაში ხდება, მე ჩვენი ხალხის პრობლემა ეს არ არის, მაგრამ რის თქმა მინდა, როცა ასთმური მოვლენებია და სუნთქვითი უკმარისობა, ეს არის ამოსუნთქვითი გაძნელება. ანუ მთავარი დაბრკოლება არის, რომ ასთმის მქონე ადამიანს ძირითადად არ შეუძლია რომ ჰაერი თავისუფლად ამოისუნთქოს. მაშინ როდესაც ამ სიღრმისეული ჩაკითხვის დროს სანამ ობიექტურ კვლევებზე გავუშვებ პაციენტს და სპირომეტრიას გავაკეთებინებ თუ ფონენდოსკოპით მოვიმარჯვებ და მოусმენ, რომ შეიძლება შეტევა არ კონდეს ჩემს კაბინეტში. როგორც ნევროლოგის ოთახში შეიძლება ეპილეფსიური გულყრა ისე დაამთავროს მისი კარიერა ნევროლოგმა არ დაიმართოს პაციენტს ხო მაინც და მაინც. ასეა ჩვენი ბედიც ხშირად. ასთმური შეტევა შეიძლება არ იყოს ჩემთან მოსულ პაციენტთან და ასე ვთქვათ კლასიკური სიმპტომები. მაგრამ ემოციური, შფოთვითი, ჰიპერვენტილაციური, ძირითადად ეს არის ჩასუნთქვითი
დაუკმაყოფილებლობის განცდა. ანუ მან ის ვერ ავსებს ასულ თქვა უჭერს. ჩასულ თქვა უჭერს. თანახმდებს რომ აი თითქოს რაღაც გაეჭედა ბურთი კელში. ხო, ეს რაც ასთმური შეტევის დროს არ არის. არ არის დამახასიათებელი. ამიტომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია და ასევე ხშირად ფსიქოგენური აი კიდე რაშიც აგვაქვს გადაკვეთა ხშირი მოზარდებში ძალიან. ხო, ექიმიდან ექიმთან დადის ოჯახი შეწუხებულია და მას არ უნდა რომ დაიჯეროს. ვიღაცა მიანიშნა, მაგრამ არ იჯერებს, რომ ბავშვი შეიძლება ჩვეული, ჰაბიტუალური, ანუ ფსიქოგენური ხვალა ჰქონდეს. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ფენომენია და მთავარი გასაღები არის ხანგრძლივობა მისი, სხვა სომატური პათოლოგიის გამორიცხვა და 100%-იანი მინიშნება. დაიძინებს თუ არა ჩერდება მოზარდთან ეს ყველა. აი როცა ამას დავიჭერ, არ უნდა რომ დაიჯერონ მაინც რომ ეს ფსიქოგენური ალერგიული შემთხვევაში გამეც წარმოახოლებს და გაეღვიძება. ხო, ასაკვირველი. ანუ მარტება რომ ობიექტური ყველის დროს თუ ეს არის ალერგიული ასთმური, ეს პირიქით დილის გაღვიძებები და ძილის დარღვევა ახასიათებს მას გამთენისას განსაკუთრებით. აქ ოჯახიც ცდილობს დააძინოს რაც შეიძლება ადრე მოზარდი და ლოცულობს რომ როდის დაიძინებს რომ მათაც დაისვენონ. მეორე ნაწილია ალერგიული ადამიანები მის ირგვლივ მათზე ორიენტირებულ ადამიანებს, მათ მზრუნველში ჩართულებს, ოჯახის წევრებსაც პრობლემას უქმნიან. ხშირად ემოციური, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა ექმნება დედას, რო შვილი ყავს ალერგიული, მას რო კვებითი ალერგია აქვს. ეს განზოგადება რო გავაკეთოთ, ამიტომ ნევროლოგიური ნაწილი შეიძლება მას სულ არ ქონდეს, მაგრამ ოჯახის ერთი წევრის ალერგიულმა სერიოზულმა დაავადებამ ოჯახის სხვა წევრებში ნევროლოგიური პრობლემის ფოთვისა და აი ამ ყველაფრის მაღალი სტრესის მაჩვენებლები გამოიწვიოს, ხო ეს არაფერს უცხოს ახლა ყვების დუბლირება მოახდინოს ხშირ შემთხვევაში ადამიანმა, რაც საკმაოდ ხშირია ჩვენ სპეციალობაში და ძალიან რთულია ამ დროს დიფერენცირება, იმიტომ რომ თუ ოჯახის წევრს კონკრეტული დაავადება და მისმა სხვა ოჯახის წევრმა კარგად იცის ამ დაავადების სიმპტომები, ფაქტიურად აი როგორც იტყვიან, იდენტურად შეიძლება ეს გაიმეოროს და ამ ჩივილებს მერე თითო რო აღწევს, ძალიან რთულია აქ დიფერენცირება მოახდინოს, რამდენად ეს რეალურად მას იმ დაავადების ფარგლებში აქვს თუ ეს არის სულთა ფსიქოგენური. დიახ. აი ესეთი ბევრი ასე ვთქვათ გადაკვეთის წერტილია და ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკა, აი დაწყებული მოზარდებიდან, პატარა ასაკიდან, ქავილი, მოუსვენრობები, შემდგომ უკვე ეს პრობლემები და ასე ვთქვით ჰიპერვენტილაციები და ჩასუნთქვითი დაუკმაყოფილებლობები, შფოთვა და დეპრესიის ნაწილი უკვე რამეშველება მედიკამენტს რო ვერ ვიღებ, რამეშველება საკვებს რო ვერ ვჭამ, ცხოვრების ხარისხის გაუარესება რო ვერ მივდივარ, ვერ ფრენა არ შემიძლია, იქ რა დამემართება და ვინ მიშველის, ვერ მიდის სადღაც კულტურულ ღონისძიებაზე, იმიტომ რომ ბევრი პრობლემა ექნება იქ, რა ჭამოს არ იცის, ხშირად თქვა და ცხოვრების ხარისხი უარესდება, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ეს კითხვაში გვაქვს, ვარ გამოგაღლეს ისე რომ თქვა უხერხულობას გიქმნის ეს. კი, ბევრი ადასტურებს. მე შეიძლება მის გამო არ წავიდე სადღაც, თქვა კონცერტზე თუ წვეულებაზე, რომ მე იქ დისკომფორტი შემექმნება ალერგიული გამონაკლის გამო. ამიტომ თქვენი დახმარება და თქვენი დარგის უგად ძალიან გჭირდება ჩვენს გარკვეული ცოდნის ბაზისი გჭირდება, რომ სწორად ამოვიცნოთ, აი როგორც მე უხშირესი ბოლო ნაწილის ჩემი ინფორმაციის მოგროვება სულ არა ვარ დერმატოლოგი, მაგრამ დერმატოლოგიური დაავადებები მე სულ იმის შიში მაქვს, რომ არ დავიწყო იმ დაავადების მკურნალობა, რომელიც ჩემი არ არის. იგივე ეხება აი ამას. რამდენი ადამიანი ამ ჰიპერვენტილაციის ან ობსტრუქციული ლარინგიალური სპაზმია, ასევე რომელიც მოულოდნელად ემოციის ფონზე შეიძლება ხორხი ჩაეკეტოს ადამიანს და არ იყოს ეს პანიკური შეტევა, თქვა ასაკშია და ემართება. ხანდახან რეფლუქსი ახდენს გავლენას კუჭლას ლავი, მაგრამ შეფასებული არასწორად ასთმოთ და ასმის სამართალ მედიკამენტებს აეროზოლებს იყენებს. ხო, მე მაქვს ამის შინაგანი კარგი გაგებით შიში, რომ არ დავიწყო იმ დაავადების მკურნალობა, რომელიც არ არის ჩემი, ასე ვთქვათ, სფერო. ამიტომ სულ მომიჯნავე დაავადებების შეცნობაში ვარ და ასე ვთქვათ, კითხვაში, რომ შემეძლოს ამის სწორი გარჩევა ერთმანეთისგან და ალბათ კიდე ბევრი მაქვს წელი სასწავლე. ბიძინა, ძალიან დიდი მადლობა. ასეთი საინტერესო, ძალიან დინამიური და უაღრესად სასარგებლო ინფორმაცია, ეს არის მარტო საინტერესო, ეს არის ინფორმაცია, რომელთაც არა მარტო ჩვენს მაყურებელს დასმენს, არამედ ძალიან ბევრ ექიმსაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარე. მეტიც მე ძალიან ნობენიერი და მოხარული ვარ, რომ მაშინ როდესაც მე
ვფიქრობ, რომ ჩემთან მომართულ და მოსულ ადამიანს შეიძლება ქონდეს ესა თუ ის იმუნოლოგიური ალერგიული პრობლემა, თქვენი ინსტიტუტის ალერგოლოგის და იმუნოლოგიის ცენტრის და კონკრეტულად თქვენი სახით ყავს სანდო მხარდაჭერი და პარტნიორები, რასაც შეგვიძლია ანუ მოგმართოთ და დაგვეხმაროთ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება ის და ძალიან საინტერესო ფრაზა ახსენე და მე მგონი ეს შეიძლება ძალიან საინტერესო ინიციატივის დასაწყისი იყოს. რომ თვითონ სპეციალობებს შორის ინფორმირებულობის გაზრდისთვის მე მაგალითად სიამოვნებით იმას პიზლებდი, რომ აი ეს ძირითადია ასპექტები, რჩევები, რეკომენდაციები ჩემი კლინიკის სპეციალისტებს უფრო ექსპერტულ დონეზე რომ გაუზიარო და ვფიქრობ, რომ ესოდნა მათ კვალიფიკაციას და მათ ხედვას, თუნდაც მეტალური ჯანმრთელობის პრობლემების კიდევ უფრო ამაღლებს. ასევე მე ვარ მზად, რომ თუ ალერგოლოგი, იმუნოლოგები დაინტერესდებიან, ჩემი გამოცდილებაც გაუზიარო. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. ბიძინა მე მინდა გადმოგცე ჩვენი კლუბის საპატიო წევრი. დიდი მადლობა. ჯილდო და ეს იქნება ასე ვთქვათ იმის დასაწყისი, რომ აი ეს კოლაბორაცია სხვადასხვა სპეციალობებთან და ჩვენ ქართველი ექიმები და ექსპერტები ვერთიანდებით იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა და რომელიც მომართულია იმისათვის, რომ კიდევ უფრო კარგი კუნალობა და სერვისები შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას, კიდევ უფრო სხვა რეგისტრში ავა და კიდევ უფრო დახოცილი იქნება. ძალიან დიდი მიხარია, რომ შემოგვიერთდი და გახდი აი ამ კლუბის წევრი. ძალიან დიდი მადლობა მინდა მეც გითხრა გოგა ამ შესაძლებლობისთვის, ამ საჩუქრისთვის, ამ საპატიო კლუბის წევრობისთვის და ძალიან სასარგებლო იყო ჩემთვის დღევანდელი ეთერი და თქვენთან სტუმრობა და ძალიან დიდი მადლობა. მომავალი შეხვედრების იმედებით. აუცილებლად. მადლობა დიდი.